ჯერო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა ძველი პრობლემებით. მოსწავლეების გაკვეთილებზე ისევ მოშივდებათ, რადგან სასკოლო კვების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ის მოსწავლეები არიან, რომლებსაც შენობების რეაბილიტაციის დაუსრულებელი პროცესის გამო სხვა სკოლებში უწევთ განათლების მიღება. ჩვენ ყოველ წელს გაზაფხულზე აბსოლუტურად ყოველთვის გვექმნება პრობლემა, გასტროლოგიური პრობლემა, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში არის მშრალ კვებაზე და არ აქვს ნორმალურ სადილს ვერ იღებენ ბავშვები. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მთელს ქვეყანაში უნდა დადგეს პირველ ადგილზე. მშობლებს კარგად ახსოვთ, რომ ქართულმა ოცნებამ სკოლებში კვების პრობლემის მოგვარების პირობა არაერთხელ დადო, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. სკოლების უმეტესობაში მოუწესრიგებელია ბუფეტების ინფრასტრუქტურა. ან ისეთი საკვები იყიდება, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ეს დაპირება ჯერ კიდე წინა საარჩევნო წლებში აქვს ქართულ ოცნებას გაცემული და ამდენი წლის განმავლობაში რეალურად არანაირი გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა მაგ მხრივ. არასოდეს არ ყოფილა არც კვებაზე საუბარი და არც კვება კი არა სკოლაში ბუფეტი არ გქონდა. წევდა ყოველთვის თანხის მიცემა, ჯერ ეს ცოტა არასწორად მიმაჩნია ვთქვათ პატარა ბავშვის თანხის თემაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია რომ იყოს სკოლაში უფასო კვება. ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს მოსათხოვიც არ უნდა იყოს. UNICEF-ის კვლევით გამოკითხული ბავშვების 77% ამბობს, რომ ხანდახან ან ყოველთვის განიცდის შიმშილის გრძნობას. თუ ამას დაუმატებთ იმას, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, უკვე ცხადი ხდება, რა არის ბავშვების დაბალი აკადემიური მოსწრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. დადგენილია, რომ სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება განათლების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ორგანიზაცია მშობლები განათლებისთვის გასულ წელს პეტიცია მოამზადა და სკოლებში უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა უშედეგო. არ ვიცით უბრალოდ რა ეტაპზეა მუშაობა. შეიძლება მუშაობა არც კი მიმდინარეობს საერთოდ. ანუ ამის საფუძველიც კი არა გვაქვს ჩვენ ვიფიქროთ, რომ რაღაც საქმე წინ არის. პირიქით, ყველაფერი უკან და უკან მიდის. ანუ ის მოცემულობაც კი რასაც აი ამილახვარის დროს რაც იყო რომ კვირდებოდნენ, რომ აი მალე იქნება და მალე წარმოგიდგენთ სტრატეგიას. ანუ ამ თემებზეც კი დაიხურა საერთოდ საუბარი. ისევ მშიერი ბავშვები ისხდებიან გაკვეთილებზე და მასწავლებლებს მოუწევთ, რომ ისევ თავიანთი ფულით უყიდონ სასუსნავები იმისთვის, რომ გული არ წაუვიდეს ბევრ მათგანს გაკვეთილს. სკოლებში ბავშვთა შიმშილობის პრობლემას კოალიცია ლელოძლიერი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიზნით დაფინანსება გამოიყოფა. ოპოზიციურმა, კოალიციურმა პარტიებმა შევძელით ბავშვთა შიმშილის გადაწყვეტა წალენჯიხაში მსგავსი პროექტით, სადაც დავიწყეთ სკოლებში უფასო კვების დანერგვა. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ და სრულიად შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და თბილისში მცხოვრები 200,000 მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას. თბილისის მოქმედი მერი სასკოლო კვების პროგრამაზე არაფერს ამბობს, სამაგიეროდ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლაა. სიღარიბე მცირდება ქვეყანაში, ეკონომიკურად ვიზრდებით. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ყველაზე მთავარი არის მშვიდობის შენარჩუნება. თუ მშვიდობა არ გვექნა ქვეყანაში, შეუძლებელი იქნება საუბარი წინსვლაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ეკონომიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, მოაქვს კეთილდღეობა. სანამ ქართული ოცნება სოციალურად დაუცველი ადამიანების მთელ არმიას უმტკიცებს, რომ უკეთესად ცხოვრობს. სასწავლო წლის პირველ დღეს სკოლაში ისევ ათასობით ისეთი ბავშვი წავიდა, რომლებსაც მშობლებმა ვერც საკვები გაატანეს და ვერც საკვების საყიდელი ფული.